სამარხო სოუსი ესეთი გემრიელი არ გამიჩნიავს. არ გითხოს რომ სამარხო მინდა? მოდი დავრეკო. აუ, კი, დავრეკო, თაკითხოთ რა. ეხლა გაირკვევა სამი კაცის ცოდვა დაიდო თუ არა. რა სწავრო მაჭმებს. სოუსი სამარხო აქვს თუ არა? Hey squad, მოკლედ, მარხვაში ძალიან მოგშვიდა და გადავწყვიტეთ, გადავიღოთ დაუპატიჟებელი სტუმრების სამარხო ვერსია. წინა ხაჭაპურები და პიცები იყო, თუმცა ამჯერად სამარხო იქნება. Რაღაც სამარხო ეპიზოდში დამპატიჟე. ვიღაცები დაწერენ რომ მარხვაში თუ კარგ საჭიროებს და რა მარხვა იქნება. მარხვა შვილო მარტო ჭამა არ არის. ხემანდელი ვიდეოს მიზანი არის ის რომ უბრალოდ გავიგოთ მარხვაში რა შეგვიძლია რომ ჭამოთ. რომელია საუკეთესო სამარხო საჭმელი მეტნაკლებად. ეხლა თქვენი მონამორჩილი აბა სტუდიაში დაელოდება, ხოლო ჩვენი მეგობრები წავლენ და თავიანთ ვერსიებს მოიტანენ. Let's go. სანამ საჭმელებზე გადავალთ, თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, რომ შემოგთავაზოთ უკეთესი ვიდეოები და დაგვიწერეთ ასევე კომენტარი. დენს ლაპარაკობ, წადი მოიტანეთ საჭმელი. შია, კაცო, დაიწყო, დამთავრდა მარყვა. მეთქი დაგვიწერეთ კომენტარებში, შემდეგში რეები გავსინჯოთ. ბურგერები. მე ავირჩიე ვენდისი, რადგან მარხვაში ახალი ინოვაციასაც შემოვარდა, რომ აი სამარხო ბურგერი. ეხლა მივიდივართ ვენდისში, ავიღებთ სამი სახის ვენდის ბურგერს და ჩემ ყველა საყვარელ ბურგერს, ფლენ ბურგერს გავასინჯებ მონაწილეებს და ნახოთ მათი რეაქციები და შეფასებები. მე ავირჩიე ბურიტო, რომელიც არის ვეგანური. ლოკაციურადაც ძალიან ახლოს არის სტუდიასთან. ეხლა მივალ და ნახოთ რა დაგვხდება. მარხვაში და სამარხო საჭმელზე ალბათ ყველას ახსენდება ლობიანი და ლობიო და მეც. მაგრამ დღეს მინდა ცოტა განსხვავებული რამე და გადავწყვიტე რომ აჭარული ლობიანი შემოგთავაზოთ და გავასინჯო ჩვენს დაძმებს. ვინც არის იცით ფლენ ბურგერი, მეგობრებო, არის სცენარიული ხორცსაგან დამზადებული, რომელიც არ შეიცავს არც სოიოს, ამ შემთხვევაში, რაც ყველაზე ხშირად გამოიყენება სამარხო პროდუქტებში და არ შეიცავს გემოდიფიცირებულ საკვებ ნივთიერებებს. მივუახლოვდი მოკლედ Los Amigos ფილიალს. მე წინასწარ დავრეკე და ამით დრო მოვიგე წესით. ეხლა მივალ და ვნახოთ აბა მზად თუ იქნება ჩემი ბურიტო. ოქროთანკანა. მოვედი რეტროში, ვიცი რომ ძალიან კარგი აჭარული ხაჭაპურები აქვს, მაგრამ ლობიანი ნამდვილად არ ვიცი და შევუკვეთოთ, გავსინჯეთ და მივუტაროთ შედარებას და ნახოთ როგორ მოეწონებათ. ვინც არის იცით რა, ესე რო შედიხართ, არის ანუ ფლენ ბურგერი ესეთი ფორმით, მოკლედ აქ შეიძლება უკვე აირჩიო სხვადასხვა სტილის ფლენ ბურგერები. ფლენ ბურგერის გარდა არის კიდე ლობიოს ბურგერი, აი სუნელებით არის გაჭერებული ლობიო, ესეც რავი ახალია, აქამდე არ მინახავს არც გამისინჯავს. ნახოთ ესეც და მესამე სტანდარტული სამარხო ბურგერი ეს არის ვეჯი ბურგერი. რომელსაც ახლა ავიღებთ და შევჭამთ. სამი ფლენ ბურგერი მიმაქვს რომ გავასინჯო მონაწილეებს, დანარჩენ ვეჯის და ლობიოს ბურგერს მედალურად გავიშიარეთ. აჭარული ლობიანი გააქვთ? აი, მაშინ ეგ 15 წუთი მითხრეს დრო და გონი პირველი მომიწევს მე მისვლა და ეგ დიდად არ მინდოდა. იქით ბოლო მინდოდა მისულიყავი რომ ცხელი ვიმეტანა და უფრო კაი გამოების იქნებოდა. ჩემი ლაღეძეც მოვიდა, სანამ ლობიანს ველოდები. ავიღე ჩემი ბურიტოს და წავედით ახლა თორე ვაგვიანებთ რომ არ დავაგვიანო და ჩემი ბურიტო რომ არ გაცივდეს, ჯობია რომ ავტობუსით წავიდე. მოვედი ავტობუსის გაჩერებაზე, ჩემი ავტობუსი მოვა ზუსტად 1 წუთში და იმედია ძალიან მალე მივალ ჩემს ადგილზე. თითქმის 2 თვეა ვმარყულობთ, ჩვენახევარია და ძალიან მომბეს და ამდენი ლობიო და ესეთფეროვანი საჭმელი. მერჩინა უფრო ჩანსაღი საჭმელი, რომელსაც აქვს ავოკადო, ბოსტნეული და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი, რომელიც ნამდვილად არ არის ცუდი. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩემი ბურიტო ძალიან გემრიელი იქნება მათთვისაც. ბურიტოს აქვს ავოკადო. ზატი არის 1000, 1500, 2000, 1000, 900, 2000. ბიჭო, მართლა რამდენი ციფრია პირველად ხედავ ასეთი ციფრა. აქამდე არ მინახავს ამხელა ციფრი იმენა შეკვეთაში. 15,000, 150 არის ბზა, ჩვენი არ არის. ჩვენ 53. გამარჯობა. ეს არის ჩვენი, ხო მზად? ესეც ასე. მოვიდა ჩემი ლობიანიც აჭარული. აი მე დედა. გოლი გავისკედა. წავიღოთ ახლა ბაქშებს და გავასინჯეთ. მეტად რომ იმას თუ მიმასწრებს საინტერესოა. აუ ისეთ კაი პაჩკი სუნი იდგა რა. იმედია შემდეგ ეპიზოდს და თქვილეულზე გადავიღოთ. დიდი სევანები შემოაწყვეტ. მოკლედ, რამდენიმე წამი დარჩა, სანამ მოვლენ ჩვენი მეგობრები და ძმები და ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ყველა კერძს გასინჯავს ძალიან მშია
თან მარხვა არ არის ხოლმე მარტივი, როდესაც ესეთი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ და ყველგან არ გაქვს მოსახერხებელი რაღაცა, ამიტომ ძლივს დღეს მეშველება. და ასევე შეგახსენებთ, რომ თვითონ კერძის ავტორი, ანუ ვინც კერძს მოიტანს, ის თავის კერძს არ სინჯავს, იმიტომ რომ რაღაცა ობიექტურობა არ დაირღვეს და მე მაქსიმალურად ტესტები ყველა მაქსიმალური ობიექტურობით შევაფასებ. გავსინჯოთ ეხლა პირდაპირ ლობიოს ბურგერი, ისე მოგვიჩა რომ მე ლუკამაც შეჭამოს რა. ნახეთ ახლებს როგორია. რაღაცა კარგად წავიდა, ხო იცი? როცა სიმართლე გითხრათ, რომ სუნელების გემოტრიალებს ვიძებ ლობიოს და ცოტა მაგას ოდნავ გავაუმჯობესებ. შევცვლით ჩვენს exchange. მიუხედავად იმისა, რომ ლობიოს არ არის მძიმე, ვეჯი ბურგერი უფრო არის ცოტათი ფრეში. ჩემი ხმა უფრო ვეჯის. მოკავშირეს თუ მე მოგეწონა. ვეჯი მომეწონა უფრო მეტად ვიდრე ლობიოს, მაგრამ ლობიოსაც არ. ნუ ერთხმად ავიჩიეთ ვეჯი. ერთი გაჩერებაც დამოვედი. ვნახოთ ალბათ თამარი და ივანე სად არიან და საერთოდ რას მოიტანენ და როგორც. როგორიც საცილოს არ უნდა იყოს, მეგობრებო, რატომღაც გვეგონა რომ ჩვენ ვიქნებოდით ყველაზე პირველები, ანუ ყველაზე მარტივად მალე ავიღებდით შეკვეთას და წამოვიღებდით, მაგრამ მინდა გვაცადა მეგობრებო, აქ ძალიან მშვენიერი საცობი დაგვხდა რას თვლის ახასიათებს. აღარც თქვენლობიანი მინდა. აღარც ბურგერი მინდა. არც ბურგერი. სახლში. მოვიდა საჭმელები მაგარი სუნები დგას და ერთ სული მაქვს როდის დავიწყებთ. კარგი, აქედან დავიწყოთ. იო, სად იყავი კი მივხვდით, მაგრამ რა ხდება? გითხარი ერთ-ერთი სიტყვა თან გადავანაწილე. ვიყავით ვენდიში და ავარჩიეთ ჩემი საყვარელი, ყველაზე საყვარელი სამარხო ბურგერი, პლენტ ბურგერი. ვაუ, ვიზუალურად ჩვენ გზაში შევჭამეთ ოღონდ ლობიოს ბურგერი და ვეჯი ბურგერიც მივირთით მე ლუკამ და ყველაზე საუკეთესო ანუ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ოღონდ დაგითმეთ თქვენ და ნახოთ აბა როგორ მოგეწონებათ. ყველაზე მიახლოებული ხორცის გემო, ანუ პლენტ ბურგერს აქვს და სუნი კარგი აქვს. მარხვაში ყველაზე კარგი გამოსავალია რა. ბურგერი როცა გინდა. და სწრაფი მე მგონი. მგონი კაია. გავიდა სხვაშორის ეს ბურგერი რო გამოვიდა და რო გავსინჯე, იმდენად ხორცის გემო ქონდა, მეგონა რომ მარხვას არ ხვდები. ნაბეღლავი არის ჩვენს გვერდით. ნაბეღლავი და ბახმარო, ამიტომ ნაბეღლავი იყოს დღეს, ბახმარო შემდეგ ვიდეოში. ჩერს. გოგოები ძალიან შეყვნენ. მე ცოტა დავტოვე, იმიტომ რომ დავიტოვო ადგილი რა. მაგრამ ქულის დაწერა არის, ახლა მნიშვნელოვანი. ფასი რა ღირს? ფასი ღირს 12.95 ტექსტი. ხოლოდ ბურგერი 13 ლარი. 4-ს ვუწერ, იმიტომ რომ მარხვაში ვსინჯობთ და ვჭამთ ამას მხოლოდ. მე დავუწერ 5 რა, მარხვაში. თვითონ ეს ხორცი რაც არის, ხორცი თუ მაშინ ხორცია. სამარხო სოუსი უნდა გამოიგონო ისეთი, ყველაზე გემრიელი რომ. დავუწერდი ამას 4-ს, იმიტომ რომ გამისინჯავს უკეთესი კი და მაგდა დავუწერ 4-ს, თორე ესე ძალიან კარგი არის. კარგი, მოკლედ შეიკრიბა ქულები და საერთო ჯამში გამოვიდა 13 ქულა. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ობიექტი რა ობიექტი იყო გითხარი? ეს გახლავთ რეტრო, აჭარული ხაჭაპურებით რო ცნობილი არის და აჭარული ლობიანიც თურმე არსებობს და ოკეი, იო. მე და იო გავიშიარებთ და ლიზი შეუძლია მთელი მიირთვას. ლობიოს მოყვარული არ ვარ და თამარ ამაში არ გაგიმართვა. ლობიოში როგორ არის? ცომ გამოცრილი. აუ გაცივდა, ეხლა იმდენი ხანი გელოდეთ. გემრიელი ლობიანია. აუ ლობია რაღაცა ვერ მომყვება, ეთქობა რო გაცივდა. ეხლა მომინდა ამოგუსვა, რაღაც ამოგუსვა. იცი რა, ლობიო კაია, მაგრამ როგორც მეგრელს უფრო გემოელი მინდა რა. სიმწარე გვინდა ჩვენ სიმწარე. მე მომეწონა. თამარ, რამდენად მალე დაგიმზადეს? 15 წუთში. ივანეს უყვარს ლობიო, სხვადასხვა. მე არ მიყვარს ლობიო. ამიტომ ეხლა მე ვამბობ, 5-ს ვერ დავწერ ფიზიკურად რა, იმიტომ რომ უბრალოდ ლობიო არ მიყვარს რა. იო, შენი იმედი მაქვს ლობიო რო გიყვარს, აბა? აი ქულა დადებ. ანუ ძალიან სხვადასხვაგან არის ლობიო და ცრომი. აი აჭარული ხაჭაპური შემთხვევაში ხომე თითქოს ერთად ცხება და ეს მე მგონი ცალკე ცხება და მე იდება ხო ლობიო შიგნით. ყველი ეზილება. მაგრამ ეს ამისი და ამათი ბრალი არ არის ესეთია. იო, რას უყრება? მე დაუწერდი ამეთი. ცოტა ლობიოს, გიორგი თქვა, მეს დავამატებდი რომ ცოტა აი სუნელები და ის სიმწარე, რაც ცოტა დაკლია ლობიოს ეგ ხდის გემრიელს, ეგ დააკლდა ცოტა. მაგის ახსნას ვიტყვი სავარაუდოდ ამ კომპანიის მხრიდან რომ საყოველთაო უნდა იყოს. ხო, რა თქმა უნდა, ყველა რა თქმა უნდა ვერ შეჭამს მწარეს, მაგრამ აი ოდნავი მაინც უნდა სუნელები და გაასწორებდა ალბათ რა. სუნელების კუთხით ცოტა დააკლდა. ამიტომ აქედან გამომდინარე, თლად 5 ქულას ვერ დაუწერ ფასი რა იყო? და 16 ლარი. 3 ქულას დაუწერდით, მაპატიეთ, მაგრამ ვერ გაპატიე. უკეთეს. იქიდან გამომდინარე რომ სუყი არის, დიდი არის და შეიძლება ორმა ადამიანმაც გაიშიაროს და ასე შემდეგ, ეგ ერთი პლუსია. მინუსი ვთქვი, რომ აი გემო რაც შენ თქვი, ლობიოს გემო უკეთესი შეიძლება და კარგად იყო ცომი გამომცხვარი, აჭარული რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ეს. აი ნახე. ხო და
ცომი კარგია, ის ზედმეტად რბილი არ არის, აჭარულებზე თალკე ვიდეო გამიკეთებია ნიუ-იორკშიც და ჩვენს ხვიჭამია ერთად და ასე შემდეგ და კარგად არის დაბრაწული. ამიტომ უეჭველი უსახურებს ჩემი აზრით 4 ქულას. ფასიც ნორმალურია, უფრო ძვირით შეიძლებოდა. მე დავუწერდი 4-ს, იმიტომ რომ ჩემთვის კომფორტული არის, მაინც რატომღაც ზობიანის ჭამა მრგვალი, მეროლი, ზობიანი. გადაკეთილი. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ. ერთ-ერთი ქულა გვაქვს აქ ჯერჯერობით მე ვლიდერობ. და შემდეგი გულია ხატია აქვე. აჰა, ლიზიკო გახსენით. მიგვითხარი რა არის? ეს რამე უცხო ბრენდია? მე შევუკვეთე 2 ცალი ბურიტო. ხშირად ვიძახებ ხოლმე და აი ლობიოს ჭამით რო დავიღლები და აღარ მინდა ლობიო, მივირთმევთ ხოლმე აღარ საინტერესოა. ეხლა მეთქვი რომ ვიზუალით ვერ მოიგებს. აი соуси. აი გამოვიდა соуси გადმოიცხა ხალხო შეხედეთ. გიგით რა არის? ავოკადო, სალათის. სოდაში არ ჩააგდეთ იოანე. მექსიკურის აქვს соуსი. სუნი კარგია, აქ და соусიც ხო ესეთი აქვს. აკაი ამ მასწავლეისა. მაიონეზი არ იყოს ლიზის соуსში. არა. რაღაც დარწმუნებული არა არისო. соуси არ კაი. ხო რა, ეგ соуსი მეგონი ყველგან ჩავამატოთ. სამარხო соуსი ესეთი გემრიელი არ გამიშინჯავს. შენ უთხარი რომ სამარხო გვინდაო ნამდვილად? ხო, ეგეთია რა, არა. არ გითხოვს რომ სამარხო გვინდა? სამარხოდ უკეთავდა, სამარხო. ჩემი აზრით. ფასიც გაინტერესებს ალბათ. გითხარი ფასი? 14 ლარი. 14? ვაუ. საო? ძალიან კარგი, მაგრამ მე კიდე ეჭვი მაქვს რომ სამარხო არ არის. მოდი დავრეკოთ. აუ, კი, დავრეკოთ, აუ კითხოთ რა. მე მაგალ შევჭამ რომ მორჩენილი იყო. ეხლა გაირკვევა ლიზიმ სამი კაცის ცოდვა დაიდო თუ არა. თავის ჩართვლით. გამარჯობა, წეგას შევუკვეთე ვეგეტარიანული ბურიტო და მაინტერესებს, ანუ ყველის გარეშე შევუკვეთე და соуსი სამარხო აქვს თუ არა? მაიონეზი ხდება და აჰა, კარგით, მადლობა. რა სამრო მაჭმე. რა სამრო მაჭმე. ნოლიკულა ჩემგან. აი ვიცი, გემოზე გქცევ, როცა რაღაც გემრიელია მარხოში არ არის სამარხო. ეხლა მეორე ზარი მამასთან ვეკავთ და მამა შენდობის დოსვა 4 კაცზე. 5-ზე ხსნა შეჭამდა. კარგი, არ უნდა დაგვერეკა რა. არცოდვა იყო იქამდე სანამ დავრეკავდი. ფასი კარგია მართლა. რო რამე იყოს. გემოზე რო არ ლაპარაკობთ, გემოზე მაიონეზია. ფასი კარგია. ფრეში იყო ძალიან, ფრეშ გავს, მაგრამ მე 0 ქულა დავწერე, იმიტომ რომ არ იყო სამარხო. სამწუხაროდ მეც 0 ქულას ვწერე, იმიტომ რომ სამარხო არ იყო და ხამაში ამას არ შევჭამ. ერთი ქულა დავწერე რა. მე 5 ქულას დავწერე, იმიტომ რომ ძლის გემრიელად ვჭამე. ამ ძმებაში ბიჭო. ძლის ორი კვირა მარხულობი მენა დილით ღამე შუაგან ფურებს ჭამ. მოიცა, ისე რამის დავუწერე სამარხო მაიონეზი. სამარხო ვარიანტად არ იყიდოთ, თორე ისე ძალიან გემრიელია. სამარხო მაიონეზი რო ქონდეს. და ეს გემო არ იქნება. სამარხო მაიონეზი სხვა გემოა. სამარხო მაიონეზი არ არსებობს. არა მე 4 ან 5 დავუწერდი, მე ვაპირებდი რომ 5 დამეწერეს ერთად. მიდი 5? 0 5 დავუწერდი. 0 სახედახი გიგო მე მოიკო რაღაც. არა, გეგონება სულ არ ეს სიამოვნა. ცოტა მერე დაგერეკა, გორჩებოდი მონოლოკვასაც. შეიძლება ეხლა ვიღაცამ თქვას, რომ ახლა მარხვაში რა მარხვა ეს თუ ბურგერს ჭამთ და რაღაცაო რა და ტექნიკური საკითხი არაა მარხვა, რა თქმა უნდა, მარხვა არის რაღაცა შინაგანი სულიერი მდგომარეობა და თუ ეგრე არის, მართლა აზრი არა აქვს, მართლა რას ჭამ, ესე ვთქვათ, ბურგერად გაკეთებულ მცენარეს თუ მცენარეს და ასე შემდეგ. მაგრამ მოკლედ ეს იყო ჩვენი დაკვირვება ლიზის ქულები რო არ ვთქვათ, პირველ ადგილზე გავიდა ესე იგი ბურგერი, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, მეორე ადგილზე გავიდა ლობიანი, ძალიან კრეატიული იყო. და მესამეზე არავინ არ გასულა. და მესამე ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია მეგობრებო. თუ გაქვთ რამე იდეა მეგობრებო? ამ ვიდეოს კომენტარებში დავწეროთ, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ადამიანი შემოდის, ვისაც ეს თემა აინტერესებს. თქვენი აზრით ან თქვენ რა ტოპ 1 კერძს მიირთმევთ ხოლმე მარხვაში. მე ვიტყვი შემწვარი კარტოფილი. მაგრამ ხო, შეგიძლიათ დაწეროთ და სხვებს ურჩიოთ, მოკლედ რომელ ობიექტზე შეიძლება მიირთმევან გემრიელი სამარხო კერძი. მოკლედ, გელოდებით კომენტარებში, გვირჩიეთ რა კერძებზე ისურვებდით კიდევ მსგავს დაკვირვებას და ჩვენ არ მოგვერიდება იმის თქმა, რომ რაღაცა ესა თუ ის კერძი ან სამარხო არ არის, ან გემრიელი არ არის. იმიტომ რომ ამჯერად თურმე სამარხო არ იყო. მაგრამ მე მაინც ესე მარტივ გადაწყვეტილებად დავაწვებოდი ვენდიში, გზაში გავართ მანქანიდან არც გადავიდოდი, ეგრევე შევკვეთავდი დრაივ-თრუზე, ავიღებდი გემრიელად ფლენბურგერს და გავაგრძელებდი გზას და აი დიღომში მაგასაც გამოვიაროთ მაშინ ახლა და
კაი, მოდი დავასრულოთ ვიდეო და. მოკლედ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით. დროებით. Görüşürüz arkadaşlar.